ხედით იმ ადამიანებთან, რომლებიც თუნდაც იგივე რეზოლუცია 16-33-ში საქართველოს აბრალებდნენ ომის დანაშაულს და მათ შორის კასეტური ბომბების სროლას, რაზეც წეგან ვლაპარაკობდით. ეხლა ნახეთ რა არის ბატონო მამუკა. ქვევრი ნანახი გაქვთ ფილმი. როგორ მოხდი მანდაო, გახსოვთ ეგ შეკითხვა. ცოტა თუ არ ვიხუმრეთ შეიძლება. როგორ კადრებად. ხო. თან სამოქალაქო პირი ვარ. არა, როგორ არის უცნაური ხუმრობა. პოლიტიკა რას ემსახურება და პოლიტიკურ პარტიაში ყოფნა. თქვენ ხომ სამხედრო განათლება მიიღეთ და როდესაც ჩვენ პოლიტიკურ მეცნიერებებს სწავლობთ, იქ გვასწავლიან ერთ-ერთ პირველ ლექციაზე გიხსნიან რა არის პოლიტიკური პარტიის პირველი და მთავარი დანიშნულება. ხელისუფლებაში მოსვლა. რომ მოვიდეს ხელისუფლებაში, ამისთვის იქნება პოლიტიკური პარტია. შესაბამისად, თქვენ იმ ყველაფრის მერე, რაზეც ამდენი საათია ვსაუბრობთ. ბატონ ზაზა გოგავასთან ერთად შეხვედით იმ პოლიტიკურ პარტიაში, რომელმაც ეს უბედურებები დაატრიალა თქვენს თავს პირველ რიგში, სამხედროების თავს, ჩვენი მოსახლეობის თავს, ჩვენი ქვეყნის თავს, შეულახა ქვეყანას სუვერენიტეტი. იმ რეგიონში, რომელშიც თქვენ კონსტიტუციური წესრიგის აღდგენა იწყებაო ბრძანეთ, იმ დღეების მერე 111-ზე კიდე ზემოდან სოფელი დაიკარგა და რუსეთმა დაიკავა. კოდორის ხეობა დაიკავა რუსეთმა, ოკუპირებული არ იყო, იმიტომ რომ ემზარკვიციანი იქ პირველ რიგში თუ არ გეწყინებათ სვანი ქალები, სვანი კაცები, ქალბატონი ნორა იცავდნენ იქაურობას და ისეთი მოდელი იყო მოფიქრებული, რომ თან მოსკოვის შეთანხმებასაც ვასრულებდით, თან კოდორის ხეობასაც ვინარჩუნებდით და ჩვენ სუვერენიტეტს ამ გზით განვამტკიცებდით, ისე რომ თან არ იყო საომარი მოქმედებები. ეს იყო რეალურად გამოგონება, გამოსავალი, რომ მშვიდობიანობა შეგენარჩუნებინა და ტერიტორია კიდევ მეტი არ დაგეკარგა. აი ამ პარტიამ კიდევ დაკარგა ეს ტერიტორია, განაიარაღა ყველა, გამოიყვანა იქიდან ქართველი და შევიდა იქ რუსის ჯარი.